Alpha-PVP არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნარკოტიკი, რომელიც იყიდება საქართველოს ქუჩებში და ძალიან ადვილად შეიძლება მისი მოპოვება. Alpha-PVP-ს ორგანიზმში მოხვედრიდან რამოდენიმე წამი სჭირდება იმისათვის, რომ თქვენი გულის, ტვინის და ნერვული სისტემის მუშაობა რადიკალურად შეიცვალოს. ორგანიზმში მოხვედრიდან გადადის სისხლში და შემდგომ გადადის ტვინში, სადაც ის დოპამინის ნორმალურ უკუშეკავებას ბლოკავს. ეს ქმნის მძლავრი ენერგიის სტიმულაციას, ეიფორიას და თავდაჯერების განცდას. თუმცა ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდება, რადგან ტვინს ქიმიური სტიმულანტები აიძულებენ არანორმალური დატვირთვით მუშაობას. პარალელურად Alpha-PVP ნერვულ სისტემას ააქტიურებს, რასაც ადამიანის სხეული საფრთხეზე რეაგირების რეჟიმში მოყავს. სტრესის ჰორმონები ორგანიზმში დიდი რაოდენობით გამოიყოფა. ამის გამო მომხმარებლები ხშირად განიცდიან მოუსვენრობას, შფოთვას, უჩვეულო აღზნებას. ზოგჯერ ეს გადადის პანიკურ შეტევებში, ან ფობიებში, ან პარანოიაში. ღვიძლი და თირკმლები მაღალი დატვირთვით ცდილობენ სხეულიდან ტოქსინების გამოდევნას. სხეულის ტემპერატურა ზოგჯერ სახიფათო ნიშნულზეც კი ადის. აიმატებს პულსი, წნევა, სიზარღვები ვიწროვდება. ეს ყველაფერი გულის ინფარქტის, ინსულტისა და უეცარი სიკვდილის რისკს ზრდის, მათ შორის ახალგაზრდებში. ამასობაში 15 წუთიდან 9 საათამდე პერიოდში გადადის ნარკოტიკული თრობის პიკი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თამდევი სტრესი გაცილებით ხანგრძლივია, ორგანიზმი კვლავ მაღალი დატვირთვით განაგრძობს მუშაობას. ამიტომ ხშირად მომხმარებლები სწრაფადვე იღებენ დამატებით დოზას, ისედაც გადატვირთულ ორგანიზმს დამატებით სტრესთან უწევს გამკლავება, რაც შემდგომ პიკის გადავლას კიდე უფრო აუტანელს ხდის და მომხმარებლებს სწრაფად უბიძგებს კიდე და კიდე ახალი დოზის მიღებისკენ. ზედოზირების შემთხვევაში მნიშვნელოვან წილად იზღუდება რეალობის აღქმა, რასაც თან შეიძლება სდებდეს ბოდვები, ჰალუცინაციები, პარანოები, ასევე მუდმივი დევნის და თვალთვალის განცდა, რამაც შეიძლება სუიციდამდე მიიყვანოს მომხმარებელი. როდესაც წყდება ნივთიერების სტიმულაციური ეფექტი, დოპამინის დონე ორგანიზმში სწრაფად და დრამატულად იკლებს. მომხმარებელს შფოთვა და დეპრესიული განწყობა იპყრობს, რომელიც შესაძლოა კვირების განმავლობაში გაგრძელდეს. ერთმა მოხმარებამაც კი შესაძლოა ადამიანი ფსიქოზამდე მიიყვანოს. Alpha-PVP-ს ხშირი მოხმარება ტვინს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს, აზიანებს მეხსიერებას, ემოციის გამოხატვის და გადაწყვეტილების მიღების უნარებს. ნარკოტიკების ეპიდემიის ზიანის შემცირება მოქალაქეების ინფორმირებით იწყება. ამ სერიებით ფედერალისტები სწორედ ამას შევეცდებით.